პირველ რიგში აღნიშნავ თაკოსთან ერთად მადლობა მინდა გადაუხადო იმ ახალგაზრდებს, რამოდენიმე ათეული ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით იბრძოდა იქ იმისათვის, რომ მე არ აღმოჩენილიყავი ციხეში და ყველას მინდა დიდი მადლობა. და საფრთხის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ მდგომარეობასაც. განსაკუთრებით იმ ახალგაზრდას, რომელმაც აქ შემოსვლის წინ დამირეკა და მითხრა, რომ ის პლაკატი გადავარჩინე, სახში მაქვს, გუშინ ფორმულას ეთერში გამოვიტანე და ვთქვი, რომ ეს პლაკატიაო და მომავალ აქციაზე აუცილებლად მომიტანს და მე ამ პლაკატს შევინახავ, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის სიმბოლო. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ როგორი გულის ამრევი უნდა იყოს. კარგი გავიგე პროპაგანდა, გავიგე რომ სახელმწიფო, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ემსახურები ტელევიზია გქვია, რაღაცა პრეტენზია გაქვთ, რომ ჟურნალისტები ხარ და ასე შემდეგ და ადამიანი ვარ საპატიმროში, არ ვიცი რას ველოდები რა მოხდება და ამ დროს მივცელებენ კადრებს, რომ მე არ ვიცი ჯერ ზუსტად ვიღებდი ფულს თუ ვარიგებდი, მოკლედ მაჩვენეს ჩემმა მეგობრებმა სკრინები გამოვედი თუ არა სასამართლოდან, რომ თურმე ეს გავრცელდა. მე მინდა მოკლედ ვთქვა რა მოხდა. ჩვენ ყავს ცოცხალი მემატიანე გორში კახაბერ ქარელიშვილი, რომელსაც აქედან მოვიკითხავ და ამ ადამიანს ჰქონდა დაბადების დღე წინა დღეს და იქ მყოფმა აქციის მონაწილეებმაც ჩატში ჩავაგდეთ, რომ მოდი რაღაცა ვისაც რა შეგვიძლია და ზუსტად 5 ლარობით, 10 ლარობით მოგროვდა რაღაცა გარკვეული თანხა და კონვერტში იდო და უნდა გადაგვეცა რა და ამ აქციაზე ვიდექით, ჩვენს წინ იდგა 2 პოლიციის მანქანა. ესენი არ იყვნენ რიგითი პოლიციელები, ეს იყო ეგრეთ წოდებული თეთრი შკოდები, რომელთაც ხელმძღვანელი პირები გადაადგილდებიან და მათ დასანახად ამოვიღე ჯიბიდან ქირის ფული, რომელიც უნდა ჩამერიცხა მე პატრონესთან და ვერ მოვასწარი და ეხლა ეს ფული პოლიციაშია მივალ და გამოვიტან და გადაურიცხავ და მთხოვ ადამიანმა რომ მოდიო თუ გაქვთ მსხვილი კოპიურებიო გადავცვალოთო რომ ხა ამ სისქე პატრით იმით რა ქვია კონვერტით 5 ლარიანებს ნუ მივცემთო და ეს მოხდა გადავეცით ან ვიცინოდით ეხლა რომ გადაგვიღონო და გამოგვიქვეყნანო რომ აი კადრებიც არის კახას გადის ეხლა ეს კადრები კი სახში მივაკითხეთ ტორტი მივუტანეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით და თუ შეიძლება იმაზე ეკრანზე გაყოფილი აი ხო აი ეხლა ამ ადამიანს შევკრიბეთ ის თანხა აი რა ხეთ 10 ადამიანი 15 ადამიანი ვიკრიბებით ჯერ სამარცხინოთ ეს პოლიცია მოდის 15 ადამიანი ვიკრიბებით და 7-8 ეკიპაჟი მოცდება იმისათვის რომ ჩვენ იდგეს იქ და თურმე ფოტოებს გვიღებს შემდეგ პოზიტივის უგზავნის და შემდეგ ცდილობენ გაგვაშალონ რომ ჩვენ ფულებს ვიღებთ რაღაცა USAID-ისგან და ასე შემდეგ, როდესაც ყველაზე დიდი ფულები დღევანდელ ხელისუფლებას აქვს აღებული გრანტების სახით და ჩვენზე აი ზუსტად ხავთ ნახულობ ამ კადრებს, ეს კადრები არის გადაღებული ოღონდ საკრებულოს შენობიდან, იქაც სირცხვილოდ ზიან თანამშრომლები და თურმე არ გვიმჩნევენ, მაგრამ რეალურად ვიდეოებსაც გვიღებენ. ეს იყო მთელი ისტორია, მეგობრისთვის შეგროვებული ფული დაბადების დღისთვის. მე მინდა მიმართო შალვა რამიშვილს, ადამიანი, რომელსაც არ ვიცი ადამიანი როგორ უწოდო, შენი შვილები დგანან ჩვენს გვერდით, ერთ საქმეს ვემსახურებით და შენ ცდილობ რომ ჩვენ ამით მე არ გამაშავე მარტო. საკუთარ შვილებს მიაყენა შეურაცხყოფა და იმის მეგობრებს მიაყენა შეურაცხყოფა, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან და ჩვენთან ერთად ითხოვენ ერთ რამეს, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას. 7 ქვეყანაში ცხოვრება გვინდა. სხვა არაფერი არ გვინდა ჩვენ. ჩემთვის მე წინა ხელისუფლების დროსაც ვიყავი 20 მე მონაწილეობა მივიღე წინა ხელისუფლების გაშვების დროს დამიშავა იმ რეჟიმმა, მაგრამ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს რომელი რეჟიმი დამიშავს? მე ნაცი მირტყავს თუ ქოცი მირტყავს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. არც ჩემი შვილისთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის არის ერთი მთავარი დღეს სასამართლოდან გამოსვლისთანავე თქვი ერთი რამე. მარად და ყველგან საქართველო. მეტ იმის იქით არ მაინტერესებს არაფერი. დღეს შეიძლება ვიყო ამ სამსახურში, ხვალ შეიძლება მე ვიყო კი ბატონო, მაგრამ მე ჩემთვის ოპერატორობა რატო დავთანხმდი, იცით? ჩემთვის არის იარაღი და მე ვუთხარი თავის დროზე ამ ხელისუფლებას რომ გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას რომ ჩამოგშალოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მოღალატეები ამ ქვეყნის და ჩემთვის არის ეს პროფესიაც არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ისევე როგორც ის პროტესტი, რომელსაც გამოვთქვავ ყოველ საღამოს
და რა თქმა უნდა მიხერხდება გორში ვესწრები, მიხერხდება თბილისში ჩამოვდივარ, დიდი ხანი არ ჩამოვსულ ვარ, ჩამოვედი და მოხდა ის რაც მოხდა, მოხდა ის რაც მოხდა და პირდაპირ ეთერიდან თორნიკე მე საეთეროდან ჩვენი ახალი ამბების სამსახური კი, მადლობა მინდა ყურთან ყველას ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი ყველა ერთად სახალხო დამცველის აპარატში რეკვა პირდაპირ ეთერში ნანუკა ქაჯაია გავარდნილი პოლიციასთან ვიკა ბუკია მივარდნილი პოლიციასთან და შენ უყურებდი ამ ნოდარ მელაძის მადლობა საგანგებო განცხადება რამდენჯერმე გაიმეორეთ და ყველას მოусმინე ანუ ამას ყველაფერს უყურებდი შენ პირდაპირ ეთერში და ალბათ იყავი გაოგნებული რომ რატომ ეძებს ეს ხალხი როცა შეიძლება სადაც ვარ და სადაც ვიმყოფები მარტივად უთხრან ჩემს ადვოკატს ხო? კი და თქვენ წამების ერთ-ერთი ფორმა პირდაპირ ეთერში დარეკეთ ხო და მიხვდნენ ესენი რომ იცოდნენ რომ ანუ მითხრა პირდაპირ რომ იციანო რომ აქ ხარო და ამის შემდეგ გასცეს ბრძანება რომ სასწრაფოდ ჩაიცვით ფორმები მანამდე ფორმებიც არ ეცვა და როგორც იქ იყვნენ ისე მიგვიყვანეს და ფორმები ჩააცვეს იმიტომ რომ აქ მოვაო ტელევიზიაო ეხა მალე მოგაკითხავენო დაჩქარებული წესით პატაკიც დაკავების ოქმიც ჩემი ყველაფერზე ხელი არაფერზე მოუწერე გარდა იმისა რომ გამეცნო უფლებები რომ მქონდა რაღაცა ექიმის უფლება და ასე შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ ანუ და საგანგებოდ იმიტომ რომ უკვე ტელევიზორს უყურებდნენ ტv პირველს უყურებდნენ მიხვდნენ რომ ეხლა აქ მოვლენ ჟურნალისტები და მაშინ ჩაიცვეს პოლიციის ფორმები. პოლიციის ფორმები ჩაიცვეს, აი რა იყო იცით? ვიღაცამ ზაფხულის ჟილეტი მოიცვა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. აზრი არ ქონდა, მთავარია პოლიცია წერებოდა რომ მოვიდოდნენ და ტელევიზია გააშუქებდა. ну იქ პოლიციის მან თავარი ამბავი კიდე ის იყო ნოდარ მელაძე რეკავდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და პასუხად მართლა გაოგნება მომიცვა როდესაც ჩამიგდო პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსი რომ პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა როცა მოიკითხა მან რომ გაგვეცით პასუხი სად არის ჩვენი თანამშრომელი სად არის ჩვენი ოპერატორი მე ტv პირველს არაფერს ვეუბნებიო და დიდი ხანი ვუყურებდი აი ამ ჩაგდებულ მესიჯს როცა მიგდო მეთქი ვერ დავიჯერე რომ აი ამ რეალობაში როცა ოჯახი ნერვიულობს ტელევიზორი პირდაპირ ეთერში გადასცემს ტელევიზია ამ ყველაფერს როცა ჩვენ ყველანი გეძებთ ამ დროს პასუხად გვეუბნებია რომ ჩვენ ტv პირველს პასუხს არ გავცემთ სამწუხაროდ ადამიანური არაფერი შერჩათ იმიტომ რომ როდესაც მაგ პასუხს ცემდნენ სწორად აღნიშნეთ ჩემი 9 წლის შვილი დასტრესილი ელოდება სახში უყურებდა ჩემ პირველ დაკავებასაც უყურა და იკითხა რომ დიდი ხნით დაიჭირესო და უთხრეს რომ 2 დღეში გამოვაო და გავუხარ ეს კადრები ნახა მან ეხლაც ნახა აქ შემოსვლის წინ მე და თორნიკე მანქანაში რომ მოვდიოდით დაურეკეთ ჩემ შვილს და ჩემი მეგობრის ტელეფონიდან რომ დაურეკე და რომ მიპასუხა და ჩემ დანახვაზე თვალებში აი გაუნათ და ყველაფერი ამ ადამიანს 9 წლისაა ის ბავშვი მარშებზე დადის ჩემთან ერთად დადის მარშებზე რატო? მადლობა ლაშა თორნიკე აი ამაზე რას მეტყვი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანუ არ